ჩაქვში 5700 კვადრატული მეტრი ფართობის ზღვა არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და მის გასხვისებას საიჯარო წესით გეგმავენ. რეესტრის მონაცემებით ზღვა მიწის ნაკვეთად 2023 წელს მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც ტერიტორიით ЧΠС Dreamland Oasis-ი დაინტერესდა. ზღვაც შემოხაზულია აქ? შემოხაზულია რა აქვს ბატონო, ამაში იღებს საქმენი ჯარით და ეს ტერიტორია ზღვის ტერიტორია აქვს იჯარით აღებული? ხო, იხდის სახელმწიფოსგან. აბა ესე კი არა. ეს ზღვა არის ოაზისის ტერიტორია, როგორც მიწა ისეა ოაზისისთვის ეს ზღვა? ზღვა მანუვლის და ხომ უვლის. Dreamland Oasis-ი, რომელიც რესტორნებს, დეველოპერულ კომპანიებს და სასტუმროებს აერთიანებს ტურიზმის სფეროში, ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ათასობით კვადრატულ მეტრ ზღვას 15 წლიანი იჯარით მას გადასცემენ. ეს ნაკვეთი ზღვაში ЧΠС Dreamland Oasis-ის გასწვრივ არსებულ სანაპიროს ესაზღვრება, რომელიც Dreamland Oasis 10 წლის ვადით იჯარით აქვს აღებული. აქ კომპანია 5 ჰექტარ მიწის ფართობზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს და ზღვაში გასასვლელის მოწყობა სურს. ქართული ოცნების ბუნებიდან გამომდინარე, ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩვენ ძალიან ბევრი და მრავალი მაგალითი გვაქვს იმის, რომ თუნდაც საჯარო აუქციონები არის ისეთი პირობებით, როგორიც არის მაგალითად მორგებული, მაგალითად არის გარკვეული შეზღუდვები, შემდეგ ამ შეზღუდვებით იყიდება მიწის ნაკვეთი, რომელსაც შემდეგ ზონალურად უხსნიან ამ შეზღუდვებს და ასე შემდეგ. მათ მიერ ჩატარებულ ნებისმიერ აუქციონზე არის კითხვის ნიშანი. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ პირველი ის, რომ ქართული ოცნება არის კორუმპირებული და ამაზე უკვე სრულიად საქართველოს ყველა მოქალაქე არის შეთანხმებული და არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და ასევე დღევანდელი მდგომარეობით არის ის, რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მათ მიერ დანიშნული ნებისმიერი თანადეობის პირი არალეგიტიმური. ირკვევა ისიც, რომ დაბა ჩაქვში ბათუმის ქუჩის მიმდებარედ ზღვის გასხვისება მიწის ნაკვეთად 15 წლის ვადით 2024 წლის აგვისტოში გადაწყვიტეს. საჯარო წყაროებში მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით კომპანიის 82%-ს ავსტრიული ЧПС Alberta ფლობს. დანარჩენი 18% კი ბიზნესმენ ნიკოლოზ გეგუჩაძეს ეკუთვნის. ვისაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს დაახლოებული ოლიგარქის კარზე და კორუფციულ გარიგებაში იყოს ხელისუფლებასთან შეუძლია შეიძინოს და მიითვისოს ზღვის სანაპირო და პირველი ამ საკითხში სწორედ ივანიშვილი იყო, როცა მან შეკვეთხილში ზღვის სანაპირო მიითვისა საკუთარი ინტერესებისთვის და დღეს უკვე ხედავთ ჩაქვში ანალოგიურ მიდგომას სხვა შეიძლება ვნახოთ ბათუმში, ქობულეთში და ეს არის ის მოდელი, რომელიც არ არის ორიენტირებული ხალხზე, არ არის ორიენტირებული საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ქვეყნის განვითარებაზე, არამედ არის ვიწრო ოლიგარქიული კლანის ინტერესებზე. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ტერიტორია აუქციონზე ისე გაიტანა, რომ კომპანია Dreamland Oasis კონკრეტული საკითხები მთავრობასთან მოგვარებული არ ჰქონდა. აუქციონი 10 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პირველ ეტაპზე ის არ შედგა. 5700 კვადრატულ მეტრ ზღვის ფართობს 15 წლის ვადით ელექტრონული აუქციონით სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაასხვისებენ.